მასწავლებლად სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი ამოცანა ნომერი 2. ჭურჭელი, რომელშიც სასხია სითხე, ამოძრავის ვერტიკალურად ქვემოთ მიმართული ჟ4 აჩქარებითო, ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემულობით ვიცით, რომ აჩქარება ტოლი არის ჟ4-ის. განსაზღვრეთ სითხის წნევა ჭურჭლის ფსკერზეო, თუ უძრავ მდგომარეობაში სითხის წნევა ჭურჭლის ფსკერზე იყო პესტოლიო, ესე იგი სანამაო მოძრავების წნევა არის პესტოლი. და უნდა განსაზღვროთ წნევა ამოძრავების შემდეგ, ისი ტოლი იქნება. მოდი პ' დავარქვათ ამ წნევას, ასე. კი ბატონო, მოდი ავიღოთ ახლა რაიმე ჭურჭელი. შიგნით ჩავასხათ სითხეც. ეხლა მოდი ავიღოთ ამ წლის სითხის ამ შემთხვევაში, სითხის მასათა ცენტრი. მასათა ცენტრზე იმოქმედებს mg სიმძიმის ძალა, სადაც m არის ამ სითხის მასა, აგრეთვე ზემოთ მიმართული რეაქციის ძალა n და სწორედ ეს n რეაქციის ძალაა, რომელიც აწარმოებს წნევას ჭურჭლის ფსკერზე. აგრეთვე ვიცით, რომ ეს ჩვენი სითხე ეს ჩვენი ჭურჭელი თავის სითხიანად მოძრაობს ჟ4 აჩქარებით ვერტიკალურად ქვემოთ. და მოძრაობის მიმართულებითვე შემოვიტანოთ y ღერძი, ასე. და ჩავწეროთ ახლა აი ამ მასათა ცენტრზე რა ძალა მოქმედებს. მოქმედებს mg ძალა, აგრეთვე მოქმედებს n რეაქციის ძალა და ეს ძალთა ტორქმედი ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, სხეულს ამ შემთხვევაში ჭურჭელს თავის სითხიანად ანიჭებს აჩქარებას. და ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე, ეს ძალთა ტორქმედი ტოლი უნდა იყოს მასისა და აჩქარების ნამრავის, ხო? მოვით ახლა დავაგეგმილოთ, გეგმილებში გვექნება m-ჯერ, ჟ და y ღერძი ერთი წრის გასწვრივ, ამიტომ პირდაპირ ჟ გვექნება. ამას გამოკლებული n, რადგან n და y ურთიერთსაწინააღმდეგოდ არის მიმართული, ეს ტოლი იქნება მასისა და აჩქარებაც ამ შემთხვევაში ქვემოთ არის მიმართული და პირდაპირ აჩქარება დავწეროთ, მოდით. საიდანაც n-ისთვის რას მივიღებთ? n ტოლი იქნება m-ჟ-ს მინუს m-ა. ეს ტოლი იქნება, მოდი მასა გარეთ გავიტანოთ, შვებს გარეთ, ჟ-ს მინუს a. და ეს ტოლი გამოგდის ას მნიშვნელობას თუ შევიტანთ m-ჯერ ჟ-ს მინუს ჟ4. ეს ტოლი იქნება m-ჯერ ჟ-ს მინუს ჟ4 არის 3ჟ4, ამიტომ 3m-ჟ4-ს მივიღებთ პირდაპირ. ესე იგი n-ისთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის 3m-ჟ4-ის. კი ბატონო, ახლა წნევისთვის რა გვექნება? მოდი ჯერ დავწეროთ ჩვენ წნევა სანამ ავამოძრავებით. სანამ ავამოძრავებდით p ტოლი იქნება mg შეფარდებული s-თან, ხო? mg შეფარდებული s-თან. და ახლა რა გვექნება აქედან? ხო, პრინციპში პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ, ესე შეიძლება, მაგრამ წნევა თავიდან იყო ρ-ჟ-ჰ, ხო? ρ-ჟ-ჰ იქნებოდა, სადაც ჰ არის ამ სითხის სიმაღლე, ხო? კი ბატონო, და მოდით ახლა p' რის ტოლი იქნება? p' ტოლი იქნება n ძალა აწარმოებს, ხო, წნევას. n-ის ფარდობა s-თან, ეს ფუძის ფართობზე მოსული ძალა, ეს ტოლი იქნება n-ის მაგივრად მოდით შევიტანოთ, გვექნება 3mg შეფარდებული 4 და s-იც ხო არ გაყოფილი, ასე. ეს ტოლი იქნება. ახლა მასა რა არის? მასა როგორ არის დაკავშირებული? სიმკვრივესთან გავიხსენოთ, ესე იგი მას გვექნება m-ის მაგივრად შევიტანოთ ρv, m-ი შევცვალეთ ρv-თი, ჟ შეფარდებული 4-სთან, ეს ტოლი იქნება 3ρ და v კიდე რა არის მოცულობა? მოცულობა არის ფუძის ფართობი გამრავლებული სიმაღლეზე, ხო? h-ზე ჟ შეფარდებული 4-სთან, s-ები აღარ გვექნება და ეს ტოლი გამოგდის 3/4 ρ-ჟ-ჰ-ის. და ρ-ჟ-ჰ კიდე თავიდან რაც იყო, მე იქ წნევა არის, აი ეს, ხო? აი ეს გამოსახულება არის თვითონ p თავიდან რაც იყო, ესე იგი ეს ტოლი გამოგდის 3/4 p-ს. ანუ საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, p' ტოლი ყოფილა 3/4 p-ს. სად არის პასუხი D?